განსაკუთრებით უნდა მივესალმო ალფა რომეოს მოყვარულებს, რომლებიც ახლა ამ ვიდეოს ჩაუშნენ. ისინი თავიანთ თავს ალფისტებს უწოდებენ და ძალიან დიდი პატივისცემით მოგესალმებით, rispetto ragazzi, მაგრამ ახლა უნდა ვისაუბრო ისეთ რამეზე, რაც თქვენ შეიძლება ძალიან კარგად იცით, მაგრამ ბევრმა შეიძლება არ იცოდეს. ცოტა პატარა ისტორიული ექსკურსი იმისთვის, რომ კარგად გაიაზრონ სხვებმა, არაალფისტებმა, რა ფენომენთან გვაქვს საქმე, რა ბრენდია ალფა რომეო და რა მხელა ისტორია და ტრადიციები აქვს მას. ოღონდ ახლა არ დავიწყებ ისტორიის გაკვეთილის ჩატარებას, უბრალოდ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი ალფა რომეოს ისტორიიდან. 1910 წელს მილანში, ლომბარდიის მხარეში ავტომოყვარულთა საზოგადოებამ, ან სოციეტამ, იტალიურად რომ ვთქვათ, შექმნა ეგეთი კომპანია. Anonima Lombarda Fabrica Automobili. Alfa, ზუსტად აქედან მოდის მისი სახელწოდება. 5 წლის შემდეგ ეს კომპანია გადაიბარა ნიკოლო რომეომ და ასე მივიღეთ სახელწოდება Alfa Romeo.